ეგ რა არის? ბისკვიტის სიმღერაა. როგორ თუ ბისკვიტის სიმღერა? მოდი, ჩვენთან ერთად იმღერე. როგორი გემრიელია, ბისკვიტებს არაფერი ჯობია. მაგრამ აი ეს ბინძური წყალი ძალიან მწარია. მაშინ, აი ჩემი გასინჯე. ეს კაკაო არის. აბა მანახე. ალბათ უკვე თავადაც იცი. კრომს არაფერი ახსოვს, მაგრამ ის დემონთა ლორდია. ამაზე რა სიტყვი? ადამიანებს არ აკლავს და ბისკვიტებზე ჭკუა ეკარგება. მას დემონთა ლორდსაც კი ვერ ვუწოდებთ. აქ უბრალოდ იმისათვის მოვედი, რომ საკუთარი თვალით მენახა ის როგორი იყო. დასაწყისისათვის მას დავაკვირდები. ძალიან კარგად იმუშავე, რემ. არა, რას ამბობთ? დიდი ბოდიშით რომ ამდენი ხანი განერვიულებდით. დიდი მადლობა გამასპინძლებისათვის. მალე კვლავ შემოგივლით. კარგია რომ სელესმა ყველაფერი სწორედ გაიგო. კრომი ხომ ძალიან წყნარია, ჭიანჭველასაც არაფერს დაუშავებს. დიახ. სელესი ხომ ფალტრას ბარიერის მცველია. ამიტომაც ქალაქს ვერ ტოვებს. ასე რომ კარგად იცის, რას ნიშნავს, როცა მთელი ცხოვრება რაღაც საზღვრებით ხარ შემოფარგლული. რემ, რა კარგია, არა? კი, მაგრამ ისინი ხომ უკან მოგყვებოდნენ. ალისია, მითხარი, საით მივდივართ? დიაბლოსა და შერას კარგახნით ჩამოვშორდით. სიმართლე გითხრა, მხოლოდ კრუმის წამოყვანა მინდოდა. ხოლო ლედი შერას მოგვიანებით მოყვანას ვგეგმავდი. მაგრამ იყოს რაც არის. თან არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამის გასაღები. გასაღები? აქაც არ არიან. მათ მოსაძებნად მეწავალ. შენ კი აქ დარჩი, რათა შენც არ დამეკარგო. კარგი. კერჩი ეს უცნაური შეგრძნება რა არის? ხომ არ იცი კრუმმა, მოგონებები რატომ დაკარგა? ეგ რაში გაინტერესებს? როგორც უწმინდურების ქურუმმა მითხრა, დემონთა ლორდის სრულიად გასაღვიძებლად არ არის მხოლოდ მაგიური ენერგია საკმარისი. უწმინდურების? სრულყოფილი დემონთა ლორდის გასაცოცხლებლად საჭიროა მისი მოგონებების აღდგენაც.
დაიცადე ალისია, ნუ თუ გადაწყვეტილი გაქვს რომ სრულყოფილი დემონთა ლორდი გააღვიძო, ის ხომ კაცობრიობას გაანადგურებს. განა ეგ ყველაფერი შვენიერი არ იქნება? ამას რატომ აკეთებ? დღეიდან ისეთივე აღარა ვარ როგორც ადრე. ახლა ნახავთ ჩემს ნამდვილ სახეს, თვალთ მაქსობამ ძალიან დამღალა. რა სისულელეს როშავ დემონთა ლორდი შენს წინ არის. მე ხომ ჩემი მთელი სიდიადით გავიღვიძე. მაგრამ ადამიანთა მოკვლას არ აპირებ. გინდა ფერფლად გაქციო? დიახ. თუ ეს თქვენს გაღვიძებაში დამეხმარება და შედეგად ადამიანთა მოდგმას თუ გაანადგურებ, მე ჩემს სიცოცხლეს სიხარულით შემოგწირავთ. ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენ სალში პირველად მე თუ დავიფერფლები. ნუ თუ იმ დროს გალაკი შენზე საუბრობდა და მაინც ის ქალი მართალს ამბობდა. ვინ ქალი? მართალი ხარ? ის სულელი მე მოვატყუე და ლორდი გრეგორის დაწყევლილი ხმალის გამოყენება ვაიძულე. ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. კაცობრიობა ხო ნამდვილად ამაზრზენი რამ არის, რომელიც არსებობას არ იმსახურებს. აი თურმე სადა ხართ? კრისტელა, თქვენს ძებნაში საკმაოდ დრო დავხარჯეთ. შენ ხომ? ძალიან გთხოვთ მაპატიეთ, ცოტათი შემაგვიანდა. ეს გოგონა დემონთა ლორდს თაყვანს ცემს. დემონთა ლორდი შენ გიყვარს? მაგას რატომ ამბობ? მათთან ფარულად მოქმედებდი, რათა დემონთა ლორდის თაყვანის მცემელი გამომიაშკარავებია. ასევე ეს თქვენს მიერ მოტაცებული გოგონაც დავიხსენი. მასე რატომ იტყუები? ესე იგი შენ ყოფილხარ დემონთა ლორდის თაყვანის მცემელი, სწორედ ასე ვიფიქრებ. ხედავ ქვაში აღარა ხარ. გაოცებული ვარ. მსგავსი დამცირება ჯერ არასდროს მიგრძნია. არ მეგონა თუ ისეთი ვინმე არსებობდა, რომელიც ღმერთის ნების წინააღმდეგ წავიდოდა. ამიტომაც მე ვალდებული ვარ ის ამისთვის დავსაჯო. ასლაო, გიხმობ. ასლაო, გთხოვ, გზა გამიკვალე. ფარად დამიდექით. შენს ხელქვეითებს ასეთი სახიფათო ბრძანება რატომ მიეცი? ჩვენ უბრალოდ ღმერთის ნებას ვასრულებთ. ხოლო სიკვდილი არის ის ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ ღმერთს მიუახლოვდებით. ამიტომაც ჩემი დაცვა თვით ღმერთის დაცვასაც კი ნიშნავს. ხოლო სულელები, რომლებიც ჩემი ბრძანების შესრულებას არ აპირებენ, არ არიან ჯვრის რაინდებად წოდების ღირსი. ღმერთის ძალით ქვად გადაიქეცი. ეს არის შენი სასჯელი. სიზულვილი, ეს არის ის, რაც მას აკლია. ჯანდაბა, ცუდი წინათ გრძნობა მაქვს. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს? ნუ თუ? ეი შენ, პასუხი გამეცი. კარგად ხარ? კრუმ, შენ როგორ ახარ? სადა ვართ? კარგი რა, ასეთი სუსტი როგორ შეიძლება რომ იყო? აი, ნებას გაძლევ რომ გასინჯო. მადლობა. ჩემს გამო საკმაოდ ბევრი პრობლემები შექმნია. ამის შესახებ ალისიამ მომიყვა. მითხრა რომ ჩემს გამო შენ ბევრი ვინმე გტანჯავდა. ასევე დედა შენსაც და ბებია შენსაც და მის დედას. კი, მაგრამ მაშინ როცა ბუების მეფემ შემოგვიტია, შენ მე გადამარჩინე. ალბათ არიცი, მაგრამ მე დემონთა ლორდი ერთგულებას ვაფასებ. ამას ერთგულებას ვერ დავარქმევთ. სიმართლე გითხრა, თავადას ვერ ვხვდები. ის რატომ გავაკეთე? მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ბძულდა დემონთა ლორდი კლებუს კრუმი. ვინაიდან ჩემში იყავი, მე ადამიანებს ვერ იდებოდი. მთელი ამ ხნის მანძილზე შიში და მარტოობაში ვცხოვრობდი. მაგრამ ახლა, როცა ჩემი მტერი ჩემს წინ არის, არ მინდა რომ მას რამე დაუშავდეს.
დემონთა ლორდის გამო შენ თავისუფლებას მოკლებული იყავი. ამიტომაც არ მიკვის, რომ შენ ჩემი თავი გეზიზღება. ძნელია, როცა დიდი ხნის განმავლობაში ტყვეთა ხარ ჩავარდნილი. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ჩემი ოჯახი შენს გამო იტანჯებოდა, შენ ჩაბეჭდილი იყავი და მთელი ეს დრო მარტომ გაატარე. სიმართლე გითხრა, ნახევარი დრო მეძინა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ შენ დემონთა ლორდად ხარ დაბადებული? მართალი ხარ, მხოლოდ მაგის გამო. თუ მაგ ხრივ შევხედავთ, შენ ჩემგან დიდად არაფრით განსხვავდები. რემ? ამიტომაც მინდა რომ დაგიცვა. ალისიას უფლებას არ მივცემ, რომ რამე დაგიშაოს. აი მაგაში კი მართალი ხარ. მე ხომ მთელი ჩემი სიდიადით ვარ გაღვიძებული. ამის შესახებ ხომ მასაც ვუთხარი. მოდი სხვებთან ერთად დავბრუნდეთ. აი ძალის გამოყენების უფლება რომ მქონდეს, ამ გალიას უცებ დავანგრევდი. ის აბჯრიანი ხალხი კი წამში ფერფლად გადაიქცეოდნენ. არა, მასე მოქმედება არ შეიძლება. კარგი იქნება ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის. შერასთან ერთად სიმღერა და ბისკვიტების ჭამა გააგრძელე. აი ეს არის ჩემი სურვილი. არ მინდა რომ ადამიანთა რასა გაანადგურო. თხოვ ამის შესახებ არ დაივიწყო. სიმართლე გითხრა, დიდად ვერაფერი მივხვდი, მაგრამ პირობას გაძლევ. ესეც ასე მოვედით. სწორედ ამ ადგილას მე თქვენ ხსნას გარგუნებთ. მე დემონთა ლორდს თაყვანს არ ვცემ. რამდენიც არ უნდა მაწამოთ, ცრუ ბრალდებას არ ვაღიარებ. ძალიან კარგი. დღემდე ჩემ წმინდა გზაზე შენნაირი არაერთი შემხვედრია. საბოლოოდ ყველა მიხვდა, რომ მე გზამკვლევი ვარ. გზა, რომელიც დემონთა ლორდის თაყვანის მცემლებს იმ ქვეყნად უშვებს. შენამდე არაერთი ცდილობდა ჩემს მოტყუებას, მაგრამ საბოლოოდ ყველა მაღიარა. ესე იგი, რაც არ უნდა ვთქვა, მაინც მაწამებ? ეს წამება კი არა, ხსნა არის. ამით შენს ცოდვებს ჩამოირეცხავ და ჩვენს ღმერთს პირნათლად შეხვდები. შენ რა თავს ღმერთად თვლი? მართალი ხარ. მალე ის დრო დადგება, როცა ღმერთის სადარი გავხვდები. დიდ გვაროვანთა ოჯახში დაბადებული, ძლიერი სხეულითა და სულით, დალოცვილი ზეცის მიერ, ვინ შეიძლება გახდეს ღმერთის სადარი თუ არამე, ის ვინც ამ სამყაროს გადაარჩენს და მას ბოროტებისაგან გაწმინდავს. რაც არ უნდა თქვა, იქ ყველაფერი უაზრობაა. ყურები დემონისას გავს. ასევე კუდიც. ასევე ხელები, რომლებმაც უწმინდურები აღიარეს. მალე ნახავ რა არის ჯოჯოხეთი. შენი პირიც ბოროტებაა. კბილებიდან ხომ არ დაგვეწყო? ალისია, ამ ნაძირალას დახმარება რატომ გადაწყვიტე? ჩვენ რატომ გვიღალატე? მე ცხოვრებაში ჩემი მიზანი მაქვს. თუ არ გინდა რომ დაიტანჯო, მას დახმარება თხოვე. ნუ თუ მართლა არ გინდა ჩემი დახმარება? არა, არ მინდა. ჩემთვის მოცემული პირობა შეასრულე. შენი მთავარი მიზანი ხომ დემონთა ლორდის გაცოცხლება და ადამიანთა რასის განადგურებაა. ნუ თუ ამ ყველაფერს მაგისთვის აკეთებ და ამ ყველაფერს ამბობს ის, ვინც დემონთა ლორდს თაყვანს ცემს. ესე იგი, მაშინ როცა მე და შენ რას გვეხმარებოდი, ამ ყველაფერს შენი მიზნის მიღწევისათვის აკეთებდი? სერ სადლერ, შეიძლება რომ ეს ყველაფერი თქვენ განდოთ? დიახ, რა თქმა უნდა. ალისია, ახლა კი. საქმეს შევუდგეთ. ჯანდაბა, ასე უცებედად სად გაქრნენ? ნეტავ რაღაც მანიშნებელი მაინც იყოს. მართლაც? აი შემდეგ კი, ასობით ბოროტ მოქმედმა ალყაში მომაქცია. მე კი. დიაბლო? რაშია საქმე, ჩემო მეგობარო? მიპასუხებ.
ადამიანებს როგორ უნდა ვთხოვო? ერთი შეხედვით ადვილი მეგონა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში არ ვიცი რა ვქნამ. ამის უნარი არ გამაჩნია. მათ ადგილას რომ ვიყო, ჩემნაირს არასდროს დავეხმარებოდი. ახლა დემონთა ლორდივით არ უნდა მოვიქცე. როგორ გითხრათ? რემი? კრუმთან ერთად? ჯანდაბა, დემონთა ლორდის ამპლუაში შესვლის გარეშე ვერ ვახერხებ მათთან საუბარს. მეგობარო, თითქოს სულ სხვა პიროვნება ხარ. გილდიის მასტერო, შარში ვარ. ჩემმა მეგობრებმა დაინახეს რემი ჯვრის რაინდებმა როგორ წაიყვანეს. რემი? მხოლოდ რემი იყო. სხვა არავინ? როგორც მითხრეს, მასთან ერთად პატარა გოგონაც იყო. ჩრდილოეთ ეკლესიაში წაიყვანეს. მადლობა. მან რა ესა მადლობა გადაუხადა? ნამდვილად დიაბლო იყო? მე აქ რა გამაჩერებს? წავალ რემს გადავარჩენ. მეც წამოვალ. თავარია მივასრო. რა? ისინი ხომ უწმინდურები არიან? ახლავე ლედი ბოდლერს დაუკავშირდით. ბარიერი უფრო გააძლიეროს. არის. აქ რაღაც მოხდება. ფალტრაში შემოსვლის უფლებას ვერ მოგცემთ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ბარიერს დავიცავ. შეგიძლია იყვირო, რამდენიც გინდა. დასახმარებლად მაინც არავინ მოვა. ნუ თუ სინდისი საერთოდ არ გაწუხებს. არა, რას ამბობ? გული მეკუმშება, როცა გავიაზრებ, რომ შენ ნაირი ჯერ კიდევ ბევრია გადასარჩენი. არ გაინძრე. რემ, არა. კრუმ, შენ ხომ პირობა მომეცი არ დაგავიწყდეს. მაგრამ შენ რა არ გესმის? ხომ გითხრას რომ არ გაიქანო? რემ, შენი წვალების უფლებას რატომ აძლევ? თუ წინააღმდეგი არ ხარ, მე მათ ყველას მოკლავ. არა, შენ ხომ მოკვდები? თუ ხელს შემიშლი, არ შევხედავ რომ ბავშვი ხარ და შენს გაგისწორდები. უწმინდური. წყეულო მატლებო. ფერფლად გაქცევთ. ამ უწმინდურმა ჩვენს მოსატყუებლად თავი უცოდველ ბავშვად მოგვაჩვენა. რემის დაზიანებისათვის თქვენ ყველანი პასუხს სიცოცხლით აგებთ. უწმინდურო არა რაობავ. რემ არა, გონზე მოდი. ხო, აქიდან, გაიქეცი. რემ, ფრთხილად იყავი და არ იდარდო. მე მათ ყველას მოკლავ და შენ გადაგარჩენ. შენ ხომ მე პირობა მომეცი. პირობა კი მოგეცი, მაგრამ წყეულო არა ადამიანო, ჩემთვის ხელი შეშლას როგორ ბედავ. მოკვდი. რა არის? აი თურმე. ის რაზე საუბრობდა? სიძულვილი, ეს არის ის, რაც მას აკლია. ყველაფერი ჩემს გამო მოხდა. კრუმ, ძალიან წუხوار. როგორც იქნა გაცოცხლდება. მალე ადამიანთა მოდგმის აღსასრული დადგება. არა. შეუძლებელია. დემონთა ლორდი ჩემს თვალწინ გაცოცხლდა.
შენ ვინც არ უნდა იყო? ჩემი ღუთიური თვალის წინაშე ეგრევე ფერფლად იქცევი. მე ხომ თვით ღმერთის განსახიერება ვარ. ამიტომაც ახლავე მუხლებზე დაეცი და პატიება მთხოვე. თვალები, ლორდ სადლერ. ეს როგორ მოხდა? მსგავსი რამ დაუჯერებელია. მე ხომ ღმერთის განსახიერება ვარ. გონი დამაგვიანდა. კრუმ, დიაბლო, შერა, აქ საიდან მოხვედი? მე გოგონების მოსაძებნად დარკი შოტი გამოვიყენე და დავინახე რემი როგორ დავინახე რომ რემი დაუჯერებელია, რემი? ალისიას რა დაემართა? არ ვიცი. გასაგებია. ესენი აიღებ. კრუმს მე მივხედავ. შენ კი რემი გადაარჩინე. კარგი. ფრთხილად იყავი. და ასევე გთხოვ, კრუმი გადაარჩინე. ხომ არ დაგავიწყდა ვინა ვარ შერა? მე ვარ ჭეშმარიტი დემონთა ლორდი სხვა სამყაროდან. ჩემი იმედი გქონდეს. ამ ყველაფერს წერტილს დაუსვავ.この一撃で目を覚ますがいい。来るのよ。帰りましょう。来る